მოგესალმებით საქართველოს შემთხვევების ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენს ენაზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი გია თომაძე. მოგესალმებით ბატონო გია. მოგესალმებით თქვენ, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ მობრძანებისთვის, რომ დაგვითმეთ თქვენი ესეთი ძვირფასი დრო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ ტრანსპლანტაცია, როგორც უკვე მიხვდით. მინდა ვისაუბრო ამ თემაზე და შევეხო ამ თემას, რადგან როგორც ვთქვით, ძალიან სენსიტიური საკითხია დღესდღეობის საქართველოში. დონორობა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, მინდა ვისაუბროთ ამაზე, რას ნიშნავს ზოგადად დონორობა, რა ტიპის დონორი არსებობს დღესდღეობით, რას მოიცავს ზოგადად ეს ტრანსპლანტაციის პროცესი, დაწყებული დონორის შერჩევით, დასრულებული თავად ოპერაციით. კი ბატონო. ტრანსპლანტაცია სამედიცინო ენაზე ნიშნავს ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვას. და იმის მიხედვით თუ როგორ ხდება ეს გადანერგვა, რა მიმართულებით ხდება გადანერგვა, სხვადასხვანაირია. თქვათ, არის ავტოტრანსპლანტაცია, როცა ერთ ადამიანს ენერგება საკუთარივე ქსოვილი. ამის ტიპიური მაგალითია თმის გადანერგვა, მაგალითად, რომელიც ძალიან მოდაშია ახლა, ან თქვათ კანის გადანერგვა, რომელიც დამწრობის შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე. ტრანსპლანტაცია ისეთი დარგია, ერთადერთი დარგია, რომელშიც გარდა დონორისა და რეციპიენტისა კიდევ აუცილებელი არის მოსახლეობის ჩართულობა. იმიტომ რომ თუ მოსახლეობა არ იქნა ჩართული და ინფორმირებული ამის თაობაზე, შესაბამისად დონორებშიც არ იქნება წინასწარი განწყობა. დადებითი წინასწარი განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აი სწორედ თქვენი გადაცემა და თქვენნაირი გადაცემები ძალიან უწყობენ ხელს მედიცინის ამ დარგის განვითარებას. როცა საუბრობთ ტრანსპლანტაციაზე, უკვე აღნიშნე, რომ არის დონორი და რეციპიენტი. დონორი, ანუ ვისგანაც მიიღებს ორგანოს, რეციპიენტი, პაციენტი, ვისაც ენერგება ეს ორგანო. მიხედვით იმისა, თუ რა ორგანო ენერგება, ჩვენ გვაქვს ესეთი, რადგან უნდა ვისაუბროთ ადამიანის ენაზე, უბრალოდ მოსახლეობის ენაზე, ორგანო, რომელიც ენერგება მის საკუთარ ადგილას და ორგანო, რომელიც ენერგება სხვა ადგილას. მაგალითად, გულის გადანერგვის შემთხვევაში გული ენერგება საკუთარ ადგილას, ანუ საკუთარი გული უნდა ამოვიღოთ და ახალი გადავნერგოთ. ღვიძლის შემთხვევაში საკუთარი ღვიძლი უნდა ამოვიღოთ და ახალი გადავნერგოთ. მაგრამ აი თირკმლის შემთხვევაში საკუთარი სამოღება არ არის აუცილებელი, იგი ენერგება თეთრ ფოსოში. ასევე პანკრეასის გადანერგვის შემთხვევაში ეს ენერგება თეთრ ფოსოში. რადგან უკვე ორგანოებზე მივედით, გეტყვით, რომ საქართველოში არა მსოფლიოში საერთოდ ენერგება ძირითადად 6 ორგანო, ეს არის თირკმელი, ღვიძლი, პანკრეასი, გული, ფილტვი და ნაწლავი. ბოლო რამოდენიმე წელია, უბრალოდ 2011 წლიდან დაიწყო საშვილოსნოს გადანერგვების. საშვილოსნოს გადანერგვის მიზანი გასაგებია, რომ დაიბადოს ბავშვი და პირველი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ პირველი ბავშვი დაიბადა 2014-ში. ეს მთლიანად საქართველოში ამ ჩამოსვლილი ორგანოებიდან მხოლოდ 2 ორგანოს გადანერგვა ხდება. ეს არის თირკმელი, რომლის გადანერგვაც დაიწყო აქტიურად 1995 წლიდან და ღვიძლი, რომლის გადანერგვაც დაიწყო 11 წლის წინ 2014 წლიდან. დღეისათვის საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან არსებულ ტრანსპლანტაციის ცენტრში აღრიცხვაზე არის 660-მდე პაციენტი. მათგან 190-ზე მეტი არის ღვიძლ გადანერგილი, 500-ზე მეტი არის თირკმელ გადანერგილი და 12 არის გულ გადანერგილი. გულ გადანერგილები საქართველოში არ არიან ოპერაციები. ანუ სტატისტიკური მონაცემებით პირველ ადგილზე თირკმელი დგას, როგორც აღნიშნეთ. საქართველოში და მსოფლიოში. მსოფლიოშიც. დიახ. რადგან შევეხეთ ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვისაუბროთ ზოგადად რა გამოწვევები არსებობს ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. საერთოდ რომ ავიღოთ სტატისტიკაზე, რადგან საუბრობთ, მსოფლიოში სულ ინერგება 170,000 ახალი ორგანო. მაგრამ ეს რაოდენობა
არის 10% რეალური საჭიროების, ანუ 10-ჯერ უფრო მეტი უნდა გადაინერგოს. და ანალოგიური დამთხოვაა ჩვენთანაც. საქართველოშიც მცირე რაოდენობით წარმოების გადანერგვები და ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ყველა დონორი ჩვენთან არის მხოლოდ ცოცხალი ახლობელი. ჩვენთან არ არის დონორების ისეთი ძირითადი წყარო, როგორც არის გარდაცვლილი დონორი. ანუ გარდაცვლილი დონორიდან ორგანოს აღება და გადანერგვა. საინტერესოა გამოდის, რომ 90% პაციენტებისა რჩება ორგანოს გარეშე. აი წარმოვიდგინოთ ასე, რომ დღეისათვის დიალიზზე, ანუ ხელოვნურ თირკმელთან შეერთებული არის 3000-ზე მეტი პაციენტი საქართველოში. ანუ შესაბამისად ისინი ყველანი არიან გადანერგვის კანდიდატები. ხოლო ღვიძლის გადანერგვა წელიწადში უნდა ხდებოდეს საქართველოს მოსახლეობისათვის 100-მდე მაინც და ამ დროს რაღაც 20 ინერგება. საინტერესოა, ხა ბევრი ადამიანი გვიყურებს და დარწმუნებული ვარ, აინტერესებთ ჩვენს მაყურებლებს, ვინ შეიძლება იყოს დონორი? დონორი. ნუ ერთი ვთქვით, რომ გარდაცვლილი შეიძლება იყოს, ეს არის საერთო დონორობის, ასე ვთქვათ, მასის 60%, მაგრამ ჩვენთან ეს 60% არ არსებობს. კანონით არსებობს, რეალურად არ არსებობს. დარჩა ცოცხალი დონორების წრე და ესენი საქართველოში შეიძლება იყვნენ ნათესავების წრიდან, ახლო ნათესავები, მეუღლე და მეუღლის ახლო ნათესავები და 2015 წლიდან ამას დაემატა ახლო პიროვნული ურთიერთობის მქონე ადამიანი, ისეთი როგორც არის მეგობარი. დიახ. ნათლია ესეთი კატეგორია. საერთოდ მსოფლიოში არის კიდევ მიღებული უცნობის მიერ ორგანოს აღება და გადანერგვა. რაც საქართველოში არ არის ნებადართული. იმიტომ რომ აქ უფრო მეტია ფინანსური გარიგების ალბათობა. დიახ. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ესე რომ ვთქვათ, უანგაროდ სურს აი ამ ორგანოს გაღება? თუ არსებობს ოფიციალური საიტი თუნდაც, სადაც შეგვიძლია დავრეგისტრირდეთ? არსებობს საქართველოში რეგისტრატურა, ცოცხალ დონორთა რეგისტრატურა. ამაში იგულისხმებიან ის ადამიანები, ვისაც უნდათ რომ გახდნენ დონორები, თქო, 100 წლის შემდეგ, რომ გარდაიცვლებიან. დიახ. ანუ გარდაცვალების შემდეგ. აი თქო, მე ვარ ასეთი დონორი, საქართველოში ჯერჯერობით ბევრი არ არის. დაახლოებით 1000-მდეა. ნუ საბედნიეროდ არც ერთი უტილიზირებული არ არის, ანუ ვინც დარეგისტრირდა, არც ერთი არ გარდაცვლილა. საერთოდ კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ ზოგიერთ ადამიანში დონორად გახდომა ასოცირებულია იმაზე, რომ ვაიმე ვინმე არ დამიჭიროს და არ მომკლას და ორგანო არ აუმასალს, ხო? ამაზე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ანდერც კაცს არ კლავს. იმისათვის რომ შენ სურვილი გაგაჩნია, ამის გამო არავინ არ მოკლავს და თუ იმას მოკლავს და ისედაც მოკლავს, რა შუაშია იმის სურვილი ვთქვა. შიშთან ასოცირდება გარკვეულწილად. ხო, ნუ ზოგადად არავის არ უნდა რომ იფიქროს, რომ ოდესმე გარდაიცვლება, ხო? ახლა ეგზისტენციალიზმი ესეთი საკითხია. ყველას გონია რომ ვიცოცხლებთ ძალიან ბევრი წელი და ნუ ასეც მინდა რომ იყოს. მაგრამ ნუ ყველაფერი ხდება, ხო? ჩვენ ამას დონორობას მარტო იმ კუთხით კი არ უნდა შევხედოთ, რომ აი ჩემი როცა გარდავიცვლები ჩემი ორგანო ვინმეს უნდა გადაენერგოს. არამედ მეორე მხრიდანაც რომ შეიძლება ხვალ დამჭირდეს ორგანოს გადაენერგვა. არავინ არ არის მაგაში ასე ვთქვათ დაზღვეული. უცბად მოწმენდილთაზე შეიძლება აღმოჩნდეს რომ თურმე გონია თირკმლის უკმარისობა. ან თქვათ რაღაც დაავადების გამო გაგვივითარდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობა და გახდეს გადაენერგვა საჭირო. ასე რომ მეორე მხრიდანაც უნდა შევხედოთ იმისათვის რომ გავხდეთ დონორი. და ეს დონორად გახდომა სწორედ საქართველოში შესაძლებელია ონლაინ ინტერნეტის გამოყენებით. არის ესეთი ვებგვერდი transplantation.g და იქ თუ შევზანდებით ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და იქ არის ერთ-ერთი პიქტოგრამა გახდი დონორი. შენ არის ყველანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა არის, როგორ არის, რა სტატისტიკური მონაცემებია და შემდგომ უკვე შეგიძლიათ დარეგისტრიროთ თქვენი სურვილი. სურვილის დარეგისტრირება თქვენ ორნაირად შეგიძლიათ დარეგისტრიროთ თქვენი სურვილი, რომ გინდათ იყოს დონორი, ან არ გინდათ რომ იყოს დონორი.
ორივეს ერთდროულად არ გასაგებია, მაგრამ ორივე შეიძლება და ისიც შეიძლება რომ შეიცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება ნებისმიერ ეტაპზე, თქვათ დღეს გინდა და თქვათ ერთ თვის შემდეგ აღარ გინდა ან პირიქით. ამდაგვარი რაღაც შესაძლებელია. მაგრამ იმისათვის რომ ბარათი მიიღოთ, დონორის ბარათი, თუ გინდათ რომ დონორის ბარათი კონდეთ, მაშინ ფიზიკურად უნდა მიხიდეთ ამ ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში. გარდა ჩვენი კეთილინებისა დარწმუნებული ვარ, სამედიცინო კრიტერიუმებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ კუთხით. ამაზეც რო ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ფართოწრისისას გასაგებია, რომ ყველა სისხლის გადასხმა ყველაზე არ შეიძლება. უნდა იყოს შეთავსება სისხლის ჯგუფის მიხედვით, რეზუსის მიხედვით, ხო? ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ორგანოს გადანერგვის შემთხვევაში სწორედ ეს არის, რომ მოხდეს შეთავსება სისხლის ჯგუფის ან რეზუს ფაქტორის მიხედვით და ამასთან ერთად არის კიდევ სხვა უფრო სპეციფიური ფაქტორები, ადამიანის ლეიკოციტარული ანტიგენები და ასე შემდეგ. ამით ჩვენი სმენელს უხად დავღლით, მაგრამ თქვათ, რომ ბევრი არის სხვა იმუნოლოგიური ფაქტორი, რაც აძნელებს იმას, რომ მოძიებული იქნას კონკრეტული რეციპიენტის შესაბამისი დონორი. დიახ. მნიშვნელოვანია ასევე ოჯახის წევრების გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, ამ სფეროში. დიახ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. საქართველოს მსოფლიოში საერთოდ არსებობს ორი ტიპის კანონმდებლობა. ეს ამასთან მიბმულია და იმიტომ ვამბობ, ორი ტიპის კანონმდებლობა. ერთი ტიპი არის, როცა იმისათვის რომ გადანერგვა განხორციელდეს, ადამიანმა უნდა განაცხადოს თანხმობა გარდაცვლილმა, სანამ გარდაიცვალება, ან მისმა ოჯახის წევრმა. ამას ქვია ინფორმირებულ თანხმობაზე დაფუძნებული კანონმდებლობა. არის მეორე კანონმდებლობა, რომელიც ნაგულისხმებ თანხმობაზე არის დაფუძნებული. ამ დროს ამ ქვეყნის ყველა მოსახლე იცვლება დონორად გარდაცვალების შემდეგ, თუ მას სიცოცხლეში არ აქვს საწინააღმდეგო გაცხადებული. ასე რომ, ჩვენ შემთხვევაში ოჯახის თანხმობაზე მივდიოდი. შეიძლება ადამიანს არც კონდეს გაცხადებული არც თანხმობა და არც უარი ამასთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილება ამის განხორციელების შესახებ ოჯახმა აიღოს თავის თავზე. და უფრო მეტიც, შეიძლება ადამიანს გაცხადებული კონდეს თანხმობა დონორობაზე და ოჯახი იღებულობს მაინც საბოლოო გადაწყვეტილებას. ამის შეიძლება არც გაითვალისწინონ გარდაცვლილის სურვილი. მაგრამ თუ გარდაცვლილის უარი აქვს გაცხადებული, მაშინ საერთოდ არ დადგება საკითხი, საერთოდ არ დაისმება საკითხი, არ შეიკითხებიან. გამოდის, რომ პრიორიტეტული მაინც ოჯახის აზრი გამოდის საბოლოო ჯამში. მიუხედავად გამოდის. უბრალოდ რა შესაძლოა, ეს დონორის ბარათი და ეს გადაწყვეტილება უადვილებს ოჯახს, რომ მიიღონ საკანონმდებლო გადაწყვეტილება. დიახ. მინდა ვისაუბროთ ზოგადად საქართველოში წარმატებული ტრანსპლანტაციის მაჩვენებლებზე, რამდენად ხშირად არის, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებელიც გვექნება და აი წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით რო ვისაუბროთ სტატისტიკით. შორის წარმატებაში იგულისხმება, თქვათ, როგორია გართულებები, როგორია გარდაცვალების მაჩვენებელი და გასაგებია რომ როცა დავიწყეთ საქართველოში ორგანოების გადანერგვა, მაშინ მაღალი იყო გართულებები, ტექნიკური გართულებებიც, იმუნოლოგიური გართულებებიც, სიკვდილიანობაც მაღალი იყო. მაგრამ ეხლა უკვე ბოლო 10 წელია შეიძლება ითქვას, ჩვენი მაჩვენებლები, ჩვენ ორი პარამეტრი გვაქვს. ასე ვთქვათ, გადანერგვის წარმატების შეფასებისა, ერთი არის ტრანსპლანტატის, ანუ გადანერგული ორგანოს ფუნქციონირება და მეორე არის თვითონ პაციენტის სიცოცხლე, ხო? და ვაფასებთ, ხო, აი 1 წლის შემდეგ რამდენი პროცენტი ტრანსპლანტატებისა მუშაობს, ანუ გადანერგილი ორგანოებისა ფუნქციონირებს და რამდენი პროცენტი არის ადამიანების. შემიძლია თქვა, რომ საქართველოს მაჩვენებლები ძალიან ახლოს არის ევროპული და განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან. ეხლა უკვე დღევანდელი მონაცემებით. ძალიან კარგი. სასიხარულოა ამ ინფორმაციის მოსმენა, იმიტომ რომ არ უნდა შეეშინდეთ წესით პაციენტებს შემდგომში, რა თქმა უნდა, 100 წლის შემდეგ, რომ დონორები გახდნენ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ. ხო, დიახ, კი ბატონო.
რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესი? რა ყურადღება უნდა მივაქციოთ რეაბილიტაციის პროცესი ისევე როგორც ნებისმიერი ოპერაციის დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რეციპიენტს, ანუ პაციენტს, ვისაც გადაენერგა ეს ორგანო, ის ბოლომდე ჯანმრთელი არ არის, იმიტომ რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ღებულობს იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს. ანუ იმუნიტეტის დამძღვნელ პრეპარატებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დონორს არჩევთ იმუნოლოგიური პარამეტრებით, ეს შერჩევა აბსოლუტურად თანხმედრაში მაინც არ არის პაციენტის პარამეტრებთან. აბსოლუტურად თანხმედრაში არის, აი როცა იდენტური ჯგუფები არიან, როცა თქვა ვერ განასხვავებ ერთმანეთისაგან დონორს და რეციპიენტს. და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული გართულებები, რა თქმა უნდა. გართულებები ტექნიკური კი, მაგრამ იმუნოლოგიური გართულებები ამ შემთხვევაში არ იქნება. ხოლო სხვა შემთხვევაში, როცა არ არიან იდენტური ჯგუფები, ხო, მაშინ მოცილების რეაქცია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გართულება, ყოველთვის არსებობს. და ამის გამო რეციპიენტები ღებულობენ სპეციალურ, როგორც აღნიშნე, იმუნიტეტის დამძღვნელ პრეპარატებს და ეს პრეპარატები, ესეთია, რომ იმუნიტეტს რადგან ზრუნავს, სხვა ინფექციას უნდა მოერიდოს ადამიანი, დიდ ხალხმრავლობასგან თავი უნდა შეიკავოს, ან ნიღაბი უნდა ატაროს და ეს მედიკამენტიც, რომელსაც ღებულობს, ყოველთვის უნდა გააკონტროლოს სისხლში, იმიტომ რომ თუ მცირე რაოდენობითაა მიღებული მედიკამენტი, მაშინ მოცილების რეაქცია განვითარდება. თუ დიდი რაოდენობით არის, მაშინ თირკმელი ზიანდება. ცოტა პრეტენზიული ორგანოა და ამიტომ ეს რეაბილიტაცია და მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, ქირურგიული შესაძლო გართულებები, ხო, შეიძლება ოპერაციის შემდეგ სისხლი დაითრომბოს, არტერია ან ვენა, შეიძლება თქვათ სხვა ანასტომოზიამ შეერთება, ახლა თირკმლის შემთხვევაში შარდაცმელი ერთდება შარდის ბუშთან, ღვიძლის შემთხვევაში ნაღლის სადინარი ერთდება საკუთარ ნაღლის სადინართან, არტერია, ვენები, ბევრი სისხლია. ისე რომ თითოეული მათგანის ტექნიკური გართულება შეიძლება იყოს, მაგრამ ეს თუ უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში არ გამოვლინდა, შემდგომ აღარ გამოვლინდება. შემდგომი ხანგრძლივი პრობლემა ეს არის მოცილების რეაქცია. დიახ. რა როლი უჭირავს აი რო ვისაუბროთ ეთიკურ დილემებს ამ საკითხში? ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩვენს ქვეყანაში მაინც ეს არის, რომ ეთიკური დილემა იცით რა, ეთიკური დილემა არ არის მაინდა-მაინც დაკავშირებული რელიგიურ პრობლემასთან. ძირითადი ეთიკური ესეთი პარამეტრებია მე სტუდენტებს ლექციასაც რო ვუკითხავ ვეუბნები ხოლმე ვაჩვენებ მონაცემებს რომ თუ თირკმელი გადანერგილია გარდაცვლილის დონორისაგან ერთი წლის შემდეგ ფუნქციონირების მაჩვენებელი არის 93%. ანუ ყველა გადანერგილის 93% ერთი წლის შემდეგ ფუნქციონირებს. და თუ ცოცხალი დონორიდან არის აღებული 97% ფუნქციონირებს. ანუ ცოცხალი დონორის შემთხვევაში უფრო მეტია მოფუნქციე ტრანსპლანტატების რაოდენობა. მაგრამ აი აქ გვაქვს ორი ჩვენ ეთიკური დილემა. ჩვენ აქ ვარღვევთ ჯერ კიდევ უძველეს წესს იმის შესახებ, რომ primum non nocere, ხომ? უპირველეს ყოვლისა არ ავნო. ჰიპოკრატეს დროინდელი, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ ოპერაციას ვუკეთებთ ადამიანს, რომელსაც ეს საერთოდ არ ჭირდება. აბსოლუტურად ჯანმრთელია. ჩვენ დონორს უკეთებთ ოპერაციას, ვაცილით ორგანოს ან ორგანოს ნაწილს და ამითი მას გარკვეული რისკის წინაშე ვაყენებთ. გარდა იმისა, რომ თქვა, პოსტოპერაციული ტკივილები შეიძლება გართულდეს, შეიძლება ინფექცია განვითარდეს, შეიძლება თიაქარი ჩამოყალიბდეს, შეიძლება განმეორებითი ოპერაცია გახდეს საჭირო და უფრო მეტიც. შეიძლება აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, დონორი, გარდაიცვალოს კიდევაც. არის საერთაშორისო სტატისტიკა, როცა აი 1000 გადანერგვიდან ერთი ღვიძლის დონორი შეიძლება გარდაიცვალოს. თირკმლის შემთხვევაში ეს უფრო მეტია, 3000 გადანერგვიდან ერთი შეიძლება გარდაიცვალოს. იმ ტექნიკური გართულების გამო, რომელიც ყველა ჩარებას ახასიათებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადი ეთიკური დილემა სწორედ ამაში მდგომარეობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას რელიგიური საკითხიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს გონია თითქოს
რელიგია გრძალავს გადანერგვას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სოფლიოში არც ერთი რელიგია არ არსებობს, არათუ ქრისტიანული რელიგია, რომელიც გრძალავდეს ორგანოს გადანერგვას. ერთი რელიგია არის, რომელიც რეინკარნაციას გადაგებს და ასე შემთხვევაში ვთქვათ, ისინი თავს იკავებენ თორე სხვა დანარჩენი ქრისტიანების ნებისმიერი კათოლიკები ყველანი ხარს უჭერენ და არ არიან წინააღმდეგები ორგანოს გადანერგვამ, რომ გადაარჩინოს ადამიანი. დიახ. იეჰოველების სხვათა შორის უნდა მე დააუბრუნო, ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში. და იეჰოველები, რომლებიც სისხლს არისხავენ, თანახმანი არიან ორგანოს გადანერგვაზე. მას რომ გადაენერგოს, სხვას რომ გადაენერგოს. არის ამბობ მართლმადიდებლებზე და კათოლიკებზე. კანონმდებლობასაც რო შევეხოთ, რა რეგულაციები არსებობს ამ მიმართულებით? აი თუნდაც გამორდონაციაზეც ვახსენეთ. იცით, კანონმდებლობა საქართველოში კანონმდებლობა უკვე 25 წელია რაც არსებობს. 2000 წელს მივიღეთ პირველი კანონი. ძალიან კარგი კანონი იყო, აქამდე მოახსია ისე რომ განსაკუთრებული ცვლილებები არ დაჭირდა და 2023-ში უკვე მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც მივიღეთ იმიტომ, რომ საჭირო იყო აბსოლუტური ჰარმონიზაცია ევროკავშირის სივრცესთან. რომ რა ძირითადი პრინციპებიც არის ევროკავშირში, იგივე ყოფილიყო ასახული ჩვენს კანონმდებლობაში და პრინციპში ეს მიღებულია, მაგრამ ზალაში არ არის შესული. ზალაში შევა 2026 წლის სექტემბრიდან. ეს იყო ბოლო განახლება ამ ეს ახლა დიახ, ბოლო განახლება, დიახ. კი ბატონო. აი მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბრეთ, რომ დონორი შეიძლება გახდეს ახლო მეგობარი თუნდაც, ხო ასეა? აი ამას ვინ არეგულირებს, რამდენად არის ეს ადამიანი და უშუალოდ ძალიან კარგი შეკითხვაა, ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციას თავისი დიდი დოკუმენტი აქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, იქ წერია, რომ დონორი, ორგანოს დონორი შეიძლება იყოს მეგობარი, ახლო პიროვნული ურთიერთობის მქონე, მაგრამ იქვე უწერია. თუმცა ამ ურთიერთობის დადგენა საკმაოდ ძნელია ზოგიერთ შემთხვევებში. ასე რომ, ახლა წარმოიდგინეთ, თბილისშიც როგორ გინდა დავამტკიცო, რომ თქვათ ეს შენი მეგობარი არ არის. მოვიდათ, მეუბნები, რომ ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს რაღაც. ამიტომ ნებართვას ცოცხალ დონაციასთან დაკავშირებული გადამდგომების შესახებ გენეტიკური ნათესავის ან სხვა ახლო ნათესავის პირობებში მეუღლის ჩასვლით იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო მეგობრის შემთხვევაში ან ნათლია-ნათლულის შემთხვევაში იძლევა სასამართლო. ანუ სასამართლოს პრეროგატივაა, რომ დაადგინოს ნამდვილი ურთიერთობა დონორსა და რეციპიენტს შორის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მატერიალური დაინტერესება და ორგანოების ვაჭრობა. დიახ, ანუ მოსამართლის კომპეტენცია ეს ხო? მოსამართლის კომპეტენცია გახლავს და ახალი კანონმდებლობით ყველა გადანერგვა, როგორც ნათესავიდან, ისე მეუღლიდან, ისე მეგობრიდან, სასამართლოს პრეროგატივა იქნება. 2026 წლიდან, როდესაც შევაზრდით. რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო, ესე რომ ვთქვათ, თანამშრომლობა ამ სფეროში? ძალიან მნიშვნელოვანია და რაში ვლინდება. ესეთ არსებობს, აი ხა ასეთი კონკრეტული შემთხვევა რო ვიყოთ, გამოჩნდა დონორი, ამ დონორების ეტაპებზე კიდე თალკი ვილაპარაკებ თუ დრო გვაქვს. გამოჩნდა დონორი, მაგრამ ის დონორი ხო უნდა მოიძიო, ვის შეიძლება მიესადაგოს, ხო და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც არავის თქვენთან აღრიცხვაზე მყოფ ადამიანებიდან არავის არ მიესადაგოს, ხო, განსაკუთრებული სამედიცინო კრიტერიუმებით. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ეს იმუნოლოგიური პარამეტრებით არ მიესადაგება ამას, ხო? ასე შემთხვევაში სოფლიოში ბევრგან არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები. აი მაგალითად არსებობს ესეთი ევროტრანსპლანტი. არსებობს ასეთი სკანდინავია ტრანსპლანტი. სადაც აი ტერიტორიულად ახლო მდებარე ქვეყნები ერთიანდებიან და თუ ერთ ქვეყანაში დონორი აღმოჩნდა და მის შესაბამისი რეციპიენტი არ არის, აგზავნიან მეორე ქვეყანაში. სამაგიეროდ მე სხვა დროს როცა იქ იქნება შესაბამისი, იქ დაბრუნდება მე და ამდაგვარი ურთიერთობა რა თქმა უნდა აუცილებელია და ღმერთის ნებით თუ საქართველოში დავიწყებთ ამ გამორდონაციას
ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ შავი ზღვის ქვეყნების გაერთიანება ახლომახლო ტერიტორიაზე ვინც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, შატვილთაც და ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და ამ ქვეყნებს შორის შესაძლებელი იქნება რომ ორგანო არ დაიკარგოს და განხორციელდეს გაცვლა ორგანოების. გამოვიდა რომ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ესე აქტიურად ჩართული არ არის ჯერჯერობით. გამომდინარე იქიდან რომ ჯერ გვამური დონეცი ეს აქტიურად ჩვენთან არ არის მართალი იმისათვის რომ მიიღო შეუნდა კონდეს გაცემის საშუალებაც და თუ გვამური დონაცია არ მუშაობს. კი ბატონო. ინოვაციებზეც ვისაუბროთ ამ სფეროში. როგორც ვიცი, აქტიურად ინერგება ახალი მიმართულებები და ამ ყველაფერში საქართველოც არის ჩაბმული. ხო, ასე ვთქვათ. სამეცნიერო კვლევების დონეზე არის ჩართული. ყველაზე უფრო მეტი და საინტერესო ინოვაცია არის ქსენოტრანსპლანტაცია. ქსენოტრანსპლანტაცია ნიშნავს ერთი სახეობიდან მეორე სახეობაზე გადანერგოს, აი ვთქვათ, ღორიდან ადამიანს რომ გადაენერგოს. პირიქით არ ხდება, მაგრამ ღორიდან ადამიანზე ხდება. აქ ორი ძირითადი პრობლემაა. პირველი ეს არის მოცილების რეაქცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. მეორე არის ის, რომ ცხოველს შეიძლება კონდეს ისეთი დაავადება, რომელიც მას არ უვლინდება, მაგრამ გადანერგვის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება გამოუკვლიდეს. პირველი რასაც უნდა ვებრძოლოთ და რაც რისი დახვეწაც გვინდა, ეს არის იმუნოლოგიური მოცილების შემცირება. და აი სწორედ 4 წლის წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, შეიქმნა გენ-მოდიფიცირებული ღორი. ასე ვთქვათ, სადაც 10 გენი არის შეცვლილი. ეს არის ის გენები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოცილების რეაქციის განვითარებას. ამის შემდეგ ამ გენ-მოდიფიცირებული, ასე ვთქვათ, ცხოველის შექმნის შემდეგ განხორციელდა თირკმლის გადანერგვა, გულის ორი გადანერგვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთი აღმოჩნდა წარმატებული. ანუ საბოლოოდ ეს მოცილების რეაქცია ჯერ მაინც ვერ დაიძლია. თუმცა საინტერესო გზა არის უკვე მოძებნილი, საინტერესო მიმართულება არის მოძებნილი. ალბათ 10 კი არა, შეიძლება 15 გენის შესვლა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ეს ქსენოტრანსპლანტაცია რო განვითარდეს. და გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა იყო აი ჩვენთან საქართველოში განხორციელდა ხელოვნური გულის გადანერგვა, რომელიც კარდიომიოპათია, ანუ გულის უკმარისობიან ადამიანს ენერგება დაცვათა შორის ეს ხელოვნური გული, მეტალისგან დამზადებული ხელოვნური გული, მეტალის გავსი მასალისგან დამზადებული შექმნილია იმისათვის, რომ პაციენტი ასე ვთქვათ, მოამზადო მანამ სანამ გამოჩნდება გულის დონორი. მაგრამ ეხლა იმდენად დაიხვეწა თვითონ აი ეს კონსტრუქცია, ზომაც ისეთია, რომ უკვე რამოდენიმე წელი შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს აიანი. და საქართველოში მინიმუმ ერთი, მე მგონი 2 გადანერგვაც განხორციელდა მსგავსი ხელოვნური გულით. არა მარტო დროებით, არამედ გარკვეული. არამედ ხო, რეგულარულად მუშაობენ და შეიძლება ცხოვრების საშუალებით. ძალიან კარგი. დაუბრუნდეთ ისევ გვამურ დონაციას, რადგან საკმაოდ აქტუალურია დღესდღეობის ჯერ კიდევ არ დანერგილა ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელს უფრო მეტად აინტერესებს ეს თემა. რა პირობები უნდა გაიაროს პაციენტმა ამ გვამური დონაციის დაწყებამდე, შემდეგ უშუალოდ ოპერაციაზეც რო ვისაუბროთ, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ნუ მე ხანდახან ისე ხატმონად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ოღონდ ერთი ადამიანის გარდაცვალება ხელს უწყობს მეორე ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას. პირობითად შეიძლება ეს ციკლი 8 ეტაპად დავუყოთ. 8 ეტაპად. პირველი ეტაპი არის გვამურ დონაციაზე ვსაუბრობთ. პირველი ეტაპი არის, როცა არის ეჭვი. რა ვთქვათ, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს ადამიანი, რომელიც არის კომაში. ღრმა კომაში. ანუ რომ ეს პაციენტი ნუ იმისათვის რომ გავაგრძელო საუბარი, მე შეგ უნდა ვთქვა, რომ გარდაცვალების ადამიანის გარდაცვალების ორი ფორმა არსებობს. ერთი არის, როცა გული გაჩერდა და სუნთქვა გაჩერდა,
ტრადიციული გაგებით გარდაცვალება და მეორე გახლავს თავის ტვინის სიკვდილი. თავის ტვინის სიკვდილი ეს არის აბსოლუტური სინონიმი ადამიანის გარდაცვალების. მაგრამ იმისაც რომ თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაისვას, იქ თავისი სპეციალური საფეხურები არის. მაგასაც მოკლედ ახლა ვისაუბრეთ. ანუ და არის ეჭვი რომ თქვა რეანიმაციაში წევს ადამიანი, რომელიც გარდაცვლილია. ანუ ტვინი მოკვდა და გული ცემს ჯერ კიდევ ავტომატურად ის გაჩერდება მალე. აი, ასეთ დროს, როცა ეჭვია, უნდა ლეგალურად სამედიცინო პარამეტრების მიხედვით დაისვას დიაგნოზი, არის თუ არა აქვს თავის ტვინის სიკვდილი. თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზისას ძალიან საფასურის საკითხია და მოსახლეობამაც მინდა იცოდეს, რომ როცა ექიმი ამბობს, რომ აქ თავის ტვინი მწვავეა, აქ რამოდენიმე ეტაპი არის გავლილი. კერძოდ, ჯერ კლინიკურად უნდა გაისინჯოს ადამიანი, ნევროლოგიურად, უნდა ინახოს, რომ არანაირი რეფლექსი არ არსებობს. თვალის რეფლექსი, ხორხის, ბევრი ახლა მოსახლეობისთვის ამათ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ არანაირი რეფლექსი არ არსებობს და არის ასეთი აპნოეს ტესტი ქვია, ანუ სუნთქვის ტესტი, რომ ადამიანი დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს, მხოლოდ და მხოლოდ აპარატი. და ეს აპარატი თუ არ იქნება, გულის გაჩერდება, ხო? და იმისათვის, რომ ადამიანს არ შეეშალოს ეს, ხომ, ჩვენი ქართული კანონმდებლობით და ზოგიერთ ქვეყანაში ასე არ არის. ჩვენ გვაქვს კიდევ ინსტრუმენტული გამოკვლევებით დადასტურების აუცილებლობა. ეს არის, რომ ელექტროენცეფალოგრაფია ჩატარდეს, ანუ თავის ტვინი ფუნქციონირებს თუ არა და ან გაკეთდეს ტრანსკრანიალური დოპლერი, ანუ ეხოსკოპიური გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს, არის თუ არა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, თუ არ არის ესე იგი მკვდარია. და ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ორჯერ, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ 12 საათიანი ინტერვალით. იმისათვის, რომ 100%-იანად, 100%-ზე უფრო მეტი პროცენტით ვიყოთ დააჯერებულები, დარწმუნებულები, რომ აქ არის თავის ტვინის სიკვდილი. თუ დაისვა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი, აი ამის შემდეგ უკვე არის უახლოესი ეტაპი არის ის, რომ ოჯახს უნდა აუხსნა, რომ ადამიანი გარდაიცვალა. რაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ როცა პაციენტის ოჯახის წევრი ხედავს, რომ პაციენტს წნევა აქვს, პულსი აქვს, გული ცემს, ხო, რანაირად არის მკვდარი, გარდაცვლილი. უნდა აუხსნათ, რომ ტვინი მკვდარია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ არის. როცა ტვინი არ ფუნქციონირებს, მერე ეს დანარჩენი ორგანოები ავტომატიზმის რეჟიმში მუშაობენ და ბოლო-ბოლო ისინი გაჩერდებიან, მაგრამ მაინც უკვე მკვდარი ადამიანი. გარკვეული პერიოდი მაინც. გარკვეული პერიოდი შეიძლება რომ. მხოლოდ ჯერ უნდა აუხსნათ ეს და უნდა გაიაზროს ოჯახმა, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად გარდაცვლილი. და შემდგომი ეტაპი არის უკვე რომ შეაწყობს სიტუაციას, როგორი რეაქცია იქნება, როგორი მიმღებლობა ექნება ოჯახს, ხო? შემდეგ უნდა აუთხრათ, რომ ესეც არსებობს ასეთი საშუალება საქართველოშიც, რომ თქვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრმა შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნოს 1, 2 ან 3 ან რამოდენიმე ადამიანს და მოიფიქრეთ თუ შეიძლება რომ ამაზე იფიქროთ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე, ხო? ეს რამე მთელი მეცნიერება თუ ვინ უნდა უთხრას ამის შესახებ ოჯახის წევრს, როდის უნდა უთხრას, როგორ უნდა უთხრას, სად უნდა უთხრას. რომ ოჯახის წევრმა გააზრებულად მიიღოს ეს ყველაფერი. თუ დათანხმდა დონორობაზე ოჯახი, მაშინ უკვე გრძელდება ეს პროცესი, სწორედ თუ არ დათანხმდა, მაშინ უკვე ადამიანი გარდაცვლილია და გარდაცვლილი ადამიანის კურნალობას აზრი არ აქვს. ამის შემდეგ თუ დათანხმდა, ამის შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპს. და შემდეგი ეტაპი არის, როგორც თქვით, ცდილობა იმისა, რომ ორგანოები შენახული იქნენ, მანამ სანამ გადაინერგებიან, იმიტომ რომ ორგანო კარგია გადასანერგად მაშინ თუ იქ დათხრობილი არ არის ეს სიზარღვები. და ეს არ არის დათხრობილი მაშინ თუ სისხლი გული მუშაობს, რამდენი ხანით მუშაობს. ამ პერიოდში უნდა გამოიკვლიო იმუნოლოგიურად ეს დონორი. იმავე პერიოდში უნდა მოიძიო მისი შესაბამისი რეციპიენტი. თუ მოიძიე, მერე უნდა უკვე ამოიღო ეს ორგანო ან ორგანოები და
ბოლო ეტაპი არის განახორციელო გადანერგვა. აი ეს 8 ეტაპიანი ციკლი უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ წარმატებულად გამოვიდეს გვამური ზონაცია. დიახ. სავალალოა მართლაც, რომ ჯერჯერობით არ არის ჩვენს ქვეყანაში ეს გვამური ზონაცია, რადგან როგორც ვიცით, სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე შეგვიძლია გადავარჩინოთ გვამური ზონაციის შემდეგ. სულ მცირე 8 ადამიანი და თუ ჩავთვლით, რომ ღვიძლი შეიძლება გაიყოს და პანკრეასი შეიძლება გაიყოს 10 ადამიანის გამოცდის. დიახ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი ამ გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებდა ამ სფეროზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, რომ ესეთი კომპეტენტური ინფორმაცია მოგვაწოდეთ მათთვის გასაგებ ენაზე. დიდი მადლობა და თუ იქნება შეკითხვები, ინტერაქტიულად ინტერნეტის საშუალებით შეიძლება უპასუხოთ. კი ბატონო. მადლობა მინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის მხარდაჭერისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.